რასაც მოგეთებინე. მე გაიძულე ეს? აბა ვინ მაიძულა? შენი არჩევანი იყო ჩემთან მოსვლა. არა არ იყო ჩემი არჩევანი. რაღაც არეულად ლაბარაკობ. ეჩვენება. კარგი, აბა რა გინდა თქვი? აქამდე კარგად ვიყავი. შენთან მოსვლის მერე ამბირია ყველაფერი. კარგად როგორ იყავი შენი მეგობრები არ ესწრებოდნენ ყველაფერს? მეგობრები გადაჭარბებული ნათქვამია. შენ გამაცანი როგორც მეგობრები. არა მე არ გადასანი. შენ ხომ იცნობდი კარგად. მე საიდან გიცნობდი? აბა შემახსენე ერთი. ყველაფერში ხელს მიშლი. მე ხელს გიშლი, მეგობრები არ არიან. საერთოდ რას ლაპარაკობ იცი მაინც? ვიცი. ხათებთან რაც მოხდა გახსოვს? როგორ ახსნი მაგას? ასე უნდა მომხდარიყო. შენ წინააზეც ეგრე მომიქეცი. მხოლოდ ერთხელ იყავი ჩემთან, გახსოვს? არ ვიყავი ერთხელ. აბა რამდენჯერ? ბევრჯერ. მერე რა მოხდა წინა შეხვედრებზე? შენ გამაგდი, რამე რომ მომივიდეს. აღარ მოვალ შენ როგორ გონია. ვერ მოხვალ, თუ მე გადავწყვიტე ასე, ამას შენ ვერ გადაწყვეტ. ყველაფერს მე გადავწყვეტ, რაც დამიკავშირე. გეშინია ჩემი და ამას იმიტომ ლაპარაკობ. არც მაშინ შემშინებია და არც ახლა მეშინია გიორგი. სახელი მითხარი, ვინ ხარ? რატო იქცევი ეგრე? მე გოგონას ვეხმარები, შენ არ გიცნობ და არც მაინტერესებს შენი ვინაობა. ისე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეხლა პირჯვარსაც ვერ გადაიწევ. სანთელი წავანთე, ყველაფერი იმაზე კარგად მოხდით, რა შენ გონია. ლოცვებიც წაიკითხე და რა მოხდა, არ იმოქმედა. ეს მხოლოდ დასაწყისია. სხვებმაც დაიწყეს, სულაც მეკცევია. მე სხვა არ ვარ. უბრალოდ უშენი, შენ ხო ადრეს დაეხმარე, ამჯერად არაფერი არ გამოვა. ეს შენი გადასაწყვეტი არ არის. ტყუილად ფიქრობ ჩემზე რამის გარებას. ამას ღმერთი გადაწყვეტს, შენ მასზე ძლიერი არ ხარ. თვითონ ჯერ ამის, ადრეც ასე იყო. შენ გაურბი ხარ ღმერთის სახელს, შიშიცადან გაგავებ, და მალე იქ წაფალ საიდანაც მოხვედი. შენ მეორედ ვერაფერს იზამ, შენთან ამიტომაც მოვედი არ მეშინია. გოგონა გაათავისუფლე, და თუ ეგეთი მაგარი ხარ ჩემთან დარჩი. როცა მოვედი შენთან, შენი შეგეშინდა, ხატებიც გაიტანე ოთახიდან. აუცილებლად წავიყვან და დავბრუნდები, ამ ღამეს ეს ვერ გიშვენებს. შენ ვერ წაიყვან მას, ვინაიდან უფალია ჩვენთან, და შენ ვერასოდეს გაიმარჯვებ მასთან. ვინ ხარ, დემონი თუ მისი მსახური? მითხარი. ეს პირველი შემთხვევა არაა, მე შენი სახელიც კი ვიცოდი. უფლის გეშინოდეს უწმინდუროსულო. იცი რომ დამარცხდები და ამის გეშინია. იცი რომ წავიყვან და აგზელე, ეს არის სული წმინდა. სული წმინდის შესახებ შენ არაფერი იცი, არ მიგიწვდება ხელი. შენ უწმინდური მსახური ხარ, საწოდავი და შიშით განკალებ, და ამის აღიარება არ გინდა. ცნები, მე წმინდა უკვე არაფერი არ მოგავს. ამას წავიყვან და დავბრუნდები შენთან. მე ვიცი რასაც აპირებ, ღამეს დაველოდოთ. მე მინდა ყველაფერი შენი თვალით ნახო ამას როგორ ვაკეთებ. უფლის სახელით დავასრულებ შენს უწმინდურ მოქმედებებს. გოგონასთან რატო ხარ, მიპასუხე. მარტივია, სუსტი და შიშარა. კითხვას უპასუხე დემონო, გოგონასგან რა გინდა? არ მიშვებს. ვერ მომატყუე, კითხვას უპასუხე რა გინდა ამ გოგოსგან. ეს ჩემი გადაწყვეტილება არა, მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. კითხვას უპასუხე. იმას წავიყვან ვინ სუსტია. შენთან ბევრად ძლიერი მოვაჩენზე. გოგონა სუსტი არაა და შენ მას ვერაფერს დააკლებ. სახელისა მამისათა, დედასათა, სულისა წმინდისათა. უფლის სახელით მოსილი ადამიანია და მალე დაასრულებ ბოროტო. მე მოვდივარ შენაგე მაცხოვრის სახელით და გეშინოდეს უფლის. დააბრუნე ბოლომდე და გაშორდინა სანამ დრო გაქვს.
გიბძანებ უფლის სახელი ვერსად დაიმალები ვინაიდან უფალი ამბობს არ არსებობს დაფარული რომ არ გაცხადდეს ამიტომ შენ ვერასოდეს გაიმარჯვებ მასზე